გამარჯობათ, მე ვალიკა და მე ამ ვიდეოში გაგაცნობ თქვენი კომპიუტერის შესახებ უფრო მეტს. ანუ ეხლა პირველ რიგში არის ორგვარი ხელმოწყობა თქვენი კომპიუტერის ინფორმაცია, ანუ როგორ თქვენი კომპიუტერის ინფორმაციისთვის არის ორნაირად შემოწყობა. მე ორნაირი ვიცი. ანუ პირველი შევდივართ კომპიუტერში, აი ამაში შევალთ და სისტემის აი აქ სისტემის თვისებებში შევალთ ისევ და აი აქ არის აბსოლუტურად ანუ ყველაფერი წერია ჩვენი კომპიუტერის შესახებ. კარგით, ეს პირველი. ეხლა მეორე გამვალთ და აი ამას ხედავთ იმედია ყველა. აი ამას და შევალთ აი მანდ. დავაჭერთ და ჩავწერთ. DHDAG ბრძანების შესრულება. შევალთ. და აი როგორც ხედავთ, აქ წერია ყველაფერი. აქ ეს დღეს არის 2017 წლის 15 იანვარი არის კვირა და ნუ აქ დროც როგორც აი აქ მიწერია. კარგით, კომპიუტერს ახალი იმედი გადავწერე. ნუ Windows-ი, ანუ რა Windows-ია, ბოლომდეა თუ არა განვითარებული ეს Windows-ი და ბოლომდეა მეტი ინფორმაცია გაგებული და ანუ ბოლომდეა აღდგენილი თუ არა და 64 ბიტიანი. ანუ ეხლა მე 64 ბიტი და ანუ ეხლა რას გეუბნებით? ჩვენი კომპიუტერის ოპერაციული სისტემა არის ორგვარი, 64 ბიტიანი და 32 ბიტიანი. ჩემი კომპიუტერის ოპერაციული სისტემა გახობს 64 ბიტიანი. და ან შეიძლება ძალიან ჭიდავდეს, ან შეიძლება არ ჭიდავდეს. როგორც ხედავ, ჩემი კომპიუტერი არ ჭიდავს და კარგად მუშაობს. კარგით. Windows 10 მაქვს და ანუ Pro, ანუ ბოლომდე არ არის ჯერ Windows 10 განვითარებული და კიდე შეიძლება სხვანაირადაც გამოვშალონ და უფრო მეტი ინფორმაციის გაგება მოახერხოთ ხოლმე. ნუ ენა ქართულად მაქვს აბსოლუტურად ყველაფერი, მაგრამ ეხლა რაც შეხება აქ შემიძლია ინგლისურად ჩავწერო, შემიძლია ქართულადაც ჩავწერო და შემიძლია რუსულადაც ჩავწერო, აი ესე. კარგი. და ნუ აქ წერია კიდე რამდენი მეგაბაიტიანი კომპიუტერია და ნუ ყველაფერი თითქმის ამის შესახებ. Display, ნუ აქაც შეგვიძლია რაღაცები გავიგოთ, sound-ის და input. აქაც შეგვიძლია გავიგოთ. დღეისთვის სულ ეს იყო და ძალიან გთხოვთ თუ მოგეწონათ ჩემი ვიდეო, გამოიწერეთ არხი და დალაიქეთ.